იყო ერთი სიმღერა ძალიან ჰიტი შავღვინოში. ხო. შავღვინოში ძალიან გამიკვირდა ერთი ისტორია. ჩაიწერა ეს სიმღერა, გაჰიტდა და ამას მოყვა შენ ცხოვრებაში დიდი დეპრესია. კი. ეს იყო სიმღერა, რომელმაც მოგვიტანა ფართო ვრცელი პოპულარობა. იმ ჯგუფისთვის, რომელიც გვეგონა რომ იყო შექმნილი ძალიან ვიწრო ადამიანების სეგმენტური ჯგუფი. სეგმენტური ჯგუფი. მაგრამ ეს გახდა ყველათაობის, თითქმის ყველათაობის შავღვინოშიდან დაიწყო ეს. არ ვიცოდი უკვე ვისთვის დამეწერა სიმღერა. შემდეგი ნაბიჯი აღარ იცოდი. ხო რა გადაგედგა და რა სიმღერა ყოფილიყო, რომ გათანაბრებოდა. ვაკეთებდი სიმღერებს თან, ისეთ სიმღერებს ვაკეთებდი, რომლებიც მე პირადად მომწონდა, მაგრამ ის არ იყო შავღვინოში, შესაბამისად არ ხდებოდა პოპულარული. არ ხდებოდა პოპულარული, ხალხი მეკითხებოდა რა შვები, აღარ ვწერ სიმღერებს, ვამბობდი წერ, აბასადარი თუ წერ. პაკეტა ამ ყველაფერმა? ძალიან. ისეთი კომპლექსი და ის გამიჩნდა, რომ გარდგასვლა არ მინდოდა ხოლმე ძალიან ბევრი წელი რა.